მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს მე სოსო კაციდაძე გაგაცნობთ. შალაპარაკება ბიძინა ივანიშვილსა და გია ჭანტურიას შორის დაპირისპირება მედიის წარმომადგენლებთან ქართული ოცნების ლიდერის შეხვედრაზე მოხდა. შალაპარაკება რადიო პალიტრის ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია კითხვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხებოდა, რომელიც ივანიშვილის განცხადებით თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. გია ჭანტურია ივანიშვილის პასუხმა გააღიზიანა, რის შემდეგაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. სიტყვიერმა დაპირისპირებამ სასტუმრო რადისონის შესასვლელში გადაინაცვლა, სადაც კამერტი ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელ მამუკა ღლონსა და გია ჭანტურიას შორის გაგრძელდა. ღლონტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ხელისუფლებისგან მართული უწოდა. მინდა რომ მაინც იცოდეთ გამოგადგებათ მომავალში ვინაიდან უკვე კომისიას ქნით, რომელმაც კიდევ ერთი მედია კონტროლის მექანიზმი ეთყობა გინდა შემოიტანოთ, ძალიან ცუდი არ არის პრინციპში, თან უკვე წევრი. ძალიან უკაცრავად უნდა ჩავასრულოთ, მართლა ცუდად ისმეთ ეთყობა. კომისიის შექმნაზე როდესაც იყო საუბარი, მომგამ კომისიის შექმნაზე კი ბატონო, სამთვიში ერთი. ბატონო გიორგი, ბატონო გიორგი, რატომ ამახინჯებთ? აქვე ამახინჯებთ ყველას კითხვას და იქ ტელევიზიის უბრალოდ ხარ როგორ დაგიჯეროთ, რომ ტელევიზიაში ყველაფერი კარგად არის. სულ სხვა რამეს გულისხმობდა მამუკა, როდესაც თქვა რომ კომისია რომელიც მონაწილეობას მიიღებს, კი ბატონო, რომელზეც თანხმობა მიიღო და იმ სამთვეში ერთხელ ჯობია თუ ერთხელში ერთხელ უკვე ძალიან აი როგორ ვეროთ, ახლა ოსტატურად როგორ ვეროთ, სამთვეში ერთჯერ იგულისხმობდა ეს მეორე კითხვა იყო, ბატონო გიორგი, მეორე შეკითხვა იყო, შეგახსენებთ. გავაგზავნეთ აგერ არის მამუკას სხვანაირად იყო, მეორე შეკითხვა იყო, ეს ვაცადოთ ერთმანეთს საუბარი, უკაცრავად, გავაგზავნეთ და მეორე შეკითხვა არა შეგახსენებთ, თუდად გაგიგიათ ძალიან. ზოგადად არ მიგვიშ თქვენი არქი ესე რომ მუშაობს, ახლა რო გიყურებთ თქვენ. მეორე შეკითხვა მამუკამ როდესაც ხელისუფლებაში მოხვალ, სამთვეში ერთჯერ მაინც თუ მოახერხებთ ჟურნალისტებთან შეხვედრასო. იქ მე დავბირდი რომ თვეში ერთჯერაც ზათავარ და ზაობა გამაჩინეთ თქვენ. სპექტაკლი თავმჯდომარე ხარ. სპექტაკლი. ნუ გუდი გამო. ჟურნალისტებიც. მოდი. მე შემეძ მე კერძო ფირმა მაგ და შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნული კოლმეურნეობის თავმჯდომარე. სპექტაკლი დაალეწახვალ სულ. უკაცრავად პოლიტიკური მხარე ხარ? მალე წახვალ სულ რას ნიშნავს? გამაგებინე აბა ერთი. მალე წახვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის ადგილი. რატო? იმიტომ რომ შენი უძველი